გორის რაიონს სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო რეჟიმმა პირობითი საზღვარი გუშინ საღამოს კიდევ გადმოწია. ამჯერად ოკუპანტებმა საზღვრის მანიშნებელი ბანერი სოფელ ხურვალეთისა და წითელი უბნის საზღვართან აღმართეს. როგორც როლანდი ცეცხლაძე გვიყვება, ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილი 70 ჰექტარი მიწის ფართობი, სადაც მოსახლეობას ხორბალი და ქერი ეთესა, ეგრეთ წოდებული საზღვრის მიღმა აღმოჩნდა. ცეცხლაძის თქმით, რუსმა ოკუპანტებმა საზღვარი ძველი ნიშნულიდან კილომეტრ ნახევრით გადმოწიეს. მაგათი ბანერით ისე გამოდის, რომ უკვე საზღვარიც არ ვიცი, სადამდე შეიძლება სოფლამდე შემოვიდეს. ნახავდით კი როგორ არის გაკეთებული. ზევითაც კვებით ის არის ისე უჩვენებს, რომ ალბათ სოფლის 80% მეტი სოფლიდან არის 1 კილომეტრი ნახევარი მოშორებით ეს ნაკვეთი. სოფელი ხურვალეთი ამჟამად ოკუპანტების მიერ ახლად დამონტაჟებული საზღვრის მანიშნებელი აბრიდან კილომეტრ ნახევარით არის დაშორებული. მოსახლეობა შიშობს, რომ სამომავლოდ იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც მცოცავმა ოკუპაციამ შეიწირა და ეგრეთ წოდებული საზღვრის მიღმა აღმოჩნდა, ვეღარ დაამუშავებენ და შესაბამისად მოსავლის გარეშე დარჩებიან. როგორც ისინი ამბობენ, მათ რუსი მესაზღვრეებისაგან გაფრთხილება მიიღეს იმის შესახებ, რომ ისინი საზღვრის მანიშნებელ აბრას არ უნდა გადასცდნენ. სამხრეთ ოსეთის ეკუთვნის ეს ტერიტორია და აღარ დაგინახოთ აქ ამ ტერიტორიაზე შემოსული წელს ალბათ მოსავლის აღებას არ ვიცი, არაფერი არ ვთქვიათ რა შემოდგომიდან საზღვარს გავავლებთ აქ ეგრეთ თქვეს. ძველი ბანერი, რომელიც რო იყო დაყენებული, გადმოწეულია დაახლოებით კილომეტრ ნახევარი და სიფართით ვერ გეტყვით, ვერ თვითონ როგორ საზღვრავენ ჩვენ არ ვიცით. გაჩერდნენ იქ ჩამოიღეს ჩვეულებრივი ისინი. მე წამოვიდნენ კიდე 100 მეტრი, ყველა 100 მეტრში ისახნეს. გადმოიღეს რა. ეხლა თქვენ უყურეთ, აგრა სად არის? ამის კილომეტრზე მეტი ჩამოწეულია უკვე. კილომეტრი. რა კილომეტრი? სად არის გზაი? აი თუ ეხლა არის ჩამსაგენა სტოლები არის, მან არის გზა მიდის ხურვალეთზე. ხურვალიდან ლამის 2 კილომეტრზე მეტი არის უკვე ჩამოწეული. ქერია დაწესილი, ხორბალია დაწესილი. დაკარგულია ფაქტურად აბა იქნება. ინფორმაცია საოკუპაციო ზოლის გადმოწევის შესახებ უკვე მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს. ეგრეთ წოდებული საზღვრის ახალი მანიშნებელი აბრა თბილისი-გორის ცენტრალური მაგისტრალიდან დაახლოებით 2 კილომეტრში მდებარეობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეგრეთ წოდებული ახალი საზღვრის სიახლოვეს დაახლოებით 50 მეტრში ნავთობსადენის ხაზი გადის.